სერბეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ვაჭრობის მინისტრის მასპინძლობით დაგვეთვალიერებინა მიმდინარე Eagle Hills-ის პროექტი. ძალიან ბევრი კომპონენტია, რომელიც თანხმედრაშია ქართულ პროექტთან, რაც ჩვენ დღეს ერთობლივად ვიხილეთ. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერად წოდებულმა ჯერჯერობით არ არსებულ და არ სადასახულ არაბულ ინვესტიციას ვიდეოები უძღვნა, Eagle Hills-ის პრომო გოგონად ახლა ეკონომიკის მინისტრი გვევლინება ბელგრადიდან. კომპანია Eagle Hills-ი ბელგრადში 3 მილიარდის ღირებულების პროექტს 2015 წლიდან ახორციელებს და ჯერჯერობით მხოლოდ ეს ნაწილია აშენებული. 15-მდე შენობა, რასაც ქვრივიშვილის სეირნობის კადრში ხედავთ. შეთანხმების მიხედვით 3 მილიარდიანი პროექტის ნახევარი 20 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ნეტა რამდენი ხანი დასჭირდება ჩვენს შემთხვევაში 6.6 მილიარდიანი პროექტის განხორციელებას, თუ საერთოდ განხორციელდება და ნეტა მოვესწრებით თუ არა მის დასრულებას. სერბეთის მთავრობა ბიზნესის 32%-იან წილს ფლობს, დანარჩენი 78% კი Eagle Hills-ს ეკუთვნის. ცნობილია ისიც, რომ კომპანიას მიწა 99 წლიანი იჯარით გადაეცა. ჩვენ შემთხვევაში კი ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. განთავსების ობიექტების კომპონენტი, ისე როგორც საცხოვრებელი სივრცეები, ასევე სავაჭრო სივრცეები, გასართობი სივრცეები და ძალიან ბევრი სარეკრეაციო სივრცე. ჩვენ რა თქმა უნდა გვქონდა დიდი ინტერესი გვენახა თუ რამხელა ეფექტი და გავლენა ქონდა აღნიშნულ ინვესტიციას სერბეთის ეკონომიკაზე. Eagle Hills-ის სხვა პროექტებს შორის ბელგრადის სანაპირო ყველაზე წარმატებულად ითვლება, თუმცა აქაც პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა მისი მშენებლობა. სხვა შემთხვევებში წინააღმდეგობების, პროექტის პირობების გაუმჭვირვალობისა და კორუფციული ეჭვების გამო პროექტების მშენებლობები შეჩერდა ან ჩაიშალა. მაგალითად მონტენეგროში 2017 წელს გაფორმებული პირველადი ხელშეკრულება პროტესტის შემდეგ ჩაიშალა. Eagle Hills-ის პროექტი ბუდაპეშტის ოპოზიციონერი მერის ძალისხმევის შედეგად ჩაიშალა უნგრეთშიც. წინააღმდეგობის შედეგად Grand Budapesti აღარ აშენდება. კომპანიის ერთ-ერთი პროექტი შეჩერებულია ხორვატიაშიც. ზაგრები მანჰეტენი ამ ეტაპზე აღარ შენდება, რადგან ადგილობრივი არქიტექტორებისა და ურბანისტების თქმით ის არ ღვევდა ქალაქის ურბანულ განვითარებას. ასევე ცხადია არსებობდა ეჭვები კორუფციაზე. სერბეთში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია Eagle Hills-ის მიერ ბელგრადში განხორციელებული მასშტაბური ურბანული პროექტი Eagle Hills Belgrade Waterfront-ი დაათვალიერა. Belgrade Waterfront-ი მასშტაბური ურბანული პროექტია, რომელიც სერბეთის მთავრობისა და კომპანია Eagle Hills Properties-ის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტი ქმნის ქალაქის ახალ ცენტრს და საერთაშორისო დანიშნულების ადგილს. პროპაგანდა ახლა გამალებით წარმოაჩენს თუ როგორი დიდებულია ყველაფერი სერბეთში Eagle Hills-ის დამსახურებით, როგორ აშენდა რამდენიმე შენობა 11 წლის განმავლობაში. სერბეთი ახლა Eagle Hills-ის PR-ისთვის საუკეთესო ადგილია, ამიტომ ქოცები გამალებით დარბიან იქ როგორც ჩანს. ეკონომიკის მინისტრამდე იქ ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდა და როგორც ყოველთვის გვასახელა. შევახსენებ, რომ თქვენ თვალს ადევნებთ ბელგრადში დახვედრის ოფიციალურ ღონისძიებას. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს მის სერბ კოლეგას ხვდება. ეს არის პირველი ვიზიტი მიხეილ ყაველაშვილის სერბეთში, თუმცა თქვენ გახსოვთ, რომ სერბეთის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილს არჩევისთანავე იმავე დღეს 14 დეკემბერს მიულოცა გაპრეზიდენტება. მან გამოთქვა იმედი, რომ ყაველაშვილის პრეზიდენტობა შექმნიდა ახალ შესაძლებლობებს სერბეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ამ კადრს პროპაგანდისტულ სიუჟეტებში ვერ ნახავთ. აქ უბრალოდ პირდაპირი ეთერია და კადრი გაიპარა. რას იფიქრებდნენ კაცი თუ ჩაივლიდა და დამხვედრ ხალხს, სახელმწიფო დროშასა და შტანდარტს არ მიესალმებოდა. პროპაგანდა მხოლოდ იმას მოგიყვებათ, თუ როგორ გაღრმავდა სერბეთთან ჩვენი ურთიერთობა. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, რომელიც სერბეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, ყველა აუდიენციაზე პოლიტიკური ეკონომიკური კავშირების გაძლიერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. პროპაგანდა იმასაც გეტყვით, თუ როგორ ააყვავებს ქვეყანას არაბული ეგრეთ წოდებული ინვესტიცია, რომელიც ჯერჯერობით არსად ჩანს სიტყვების გარდა და ერთადერთი რესურსი, რომელიც პროექტშია ჩადებული, ჰექტრობით საუკეთესო მიწებია ქართული მხარის მხრიდან და ისიც კი არ ვიცით თუ რა პირობებით გადაეცა ეს მიწა არაბულ კომპანიას. 6.5 მილიარდიანი არაბული ინვესტიცია ისევ ოპოზიციის თავდასხმის სამიზნეა. თუ უპრეცედენტო ხელშეკრულება გაფორმებამდე მსგავსი მასშტაბის ინვესტიციის საქართველოში განხორციელება უპერსპექტივოდ გამოიყურებოდა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, ოპოზიციამ ტაქტიკა შეცვალა. თვეების წინ ბლეფად შეფასებული პროექტი ახლა სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი და საქართველოსთვის წამგებიანი გახდა. სინამდვილეში კი კითხვები ძალიან ბევრია. რატომ არის გასაიდუმლოებული ის, რაც არ უნდა იყოს საიდუმლო? სად არის თავად ინვესტიცია, რომელიც სტატისტიკაში
არსად ჩანს. იყიდება თუ არა უბრალოდ ჰაერი და დაიწყება თუ არა მშენებლობა წინასწარი გაყიდვებიდან შემოსული თანხებით. თუ ეს ასეა, მაშინ სად არის ინვესტიცია? კობახიძის გათვლებით, თუ საქართველოს ეკონომიკა დივიდენდის სახით 2 მილიარდს მიიღებს და ეს მოგების მესამედია, რადგან ზუსტად ამდენია ქართული სახელმწიფოს წილი, ანუ ეს პროექტი წინასწარ გაჟღერებული და მასში ჩადებული ინვესტიციის ოდენობასაც ვერ იღებს. პროექტები ლოს-ანჯელესში, კაიროში, დელიში, კარაჩიში, მაროკოსა და ომანში. ეს MR ჯგუფის მსხვილი პროექტების მხოლოდ ნაწილია. ისიც გასარკვევია, ვის გადავეცით 2 უდიდესი საუკეთესო მიწის ნაკვეთი რეალურად. თავიდან ეს ვითომ MR ჯგუფი იყო. შემდეგ როცა გამოაშკარავდა, რომ Eagle Hills-სა და MR-ს არანაირი იურიდიული კავშირი არ აქვს, მხოლოდ Eagle Hills-ი დარჩა პროპაგანდისა და მთავრობის წარმომადგენლების ნარატივში. შეშფოთებული არიან არაკეთილმოსურნეები და ისინი როგორც აკოორდინირებენ ხოლმე სხვა კამპანიებს, ზუსტად ასევე აკეთებენ იგივეს და მე და შეგახსენოთ, რომ ფართო სპექტრი ჩართეს ამ კამპანიაში და ესეც საინტერესო რა არის ერთი დეტალი, რაც კოორდინაციის კარგად აჩვენებს. კამპანია დააწყებინეს რელოს და შემდეგ გაწიეს ამ კამპანიიდან. თუ დააგვირდებით ბოლო 1 კვირას, 2 კვირას, რელო გაწეულიყავთ კამპანია, ვისაც დააწყებინეს კამპანია, ის გაწიეს და ეს კამპანია გადააბარეს არსებითად კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ეს არის ძირითადად ალტინფო, პატრიოტთა ალიანსი, ანუ კონკრეტული შაუბნელი ძალები არიან, რომლებიც ასევე აშკარად არიან კონკრეტული კოორდინაციის ქვეშ, ალტინფოზე კონკრეტული მიზეზიც გითხარით, ხო? ბინძური მეთოდები გამოიყენეს და მას შემდეგ მათ აქვთ ასე ვთქვათ შეცვლილი საკუთარი ხაზები, რაც ჩანს რეალურად იმ პროცესებიდან, რომლებიც ვითარდება. ანუ რელოს დააწყებინეს, მერე გაწიეს რელო, გადააბარეს ალტინფოს და პატრიოტთა ალიანსი, იქ კიდე NGO-ები ჩართული, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები. რეალურად ძალიან მარტივად იკითხება აქაც ხელწერა და კოორდინაცია. მარტივი კოორდინაციის საფუძველზე უპირისპირდებიან ის რამის, რაც უბრალოდ ნაკლი არ აქვს. ახლა გახდა ალტინფო და პატრიოტთა ალიანსის შავბნელი. ივანიშვილმა რომ 5%-იანი ბარიერის გადასალახად ხელი წააშველა და პარლამენტში შეიყვანა ინაშვილის პარტია და მათთვის სასურველ მესამედ ძალად დაასახელა, მაშინ არ იყვნენ. მესამე ძალის სურვილი გამაჩნია და არ მალავ. არ დაგიმალავთ, თუ გნებავთ, ქალბატონ ირმა ინაშვილთანაც ჰქონდა შეხვედრა და ჩემი სურვილი მასაც გადავეცი, რომ მათ აქვთ პარტია და კარგი იქნება თუ განავითარებენ. და გააქტიურდნენ მე მგონი. მაშინ არ იყო შაუბნელი ალტინფო ოცნების პრემიერი, რომ ძალადობაზე ნებართვას გასცემდა პირდაპირ მთავრობის სხდომიდან და მართლა ამ შაუბნელებისა და მოძალადეების ნებადართული თარეშის შედეგად ჟურნალისტები დასახიჩრდნენ და ლექსო ლაშქარავა რომ მოკვდა. მაშინ ძალიან მოსწონდათ ქოცებს ალტინფოც და პატრიოტთა ალიანსიც. ისე ვერ იქნება უმცირესობის ჭკუაზე ვიარო თუ ამბობდნენ. ახლა გახდა ალტინფო და პატრიოტთა ალიანსი Deep State-ის დაფინანსებული. ანუ ბოლოს გახარიას ლილუაშვილის და ყველა მათგან მოძულებულის შემდეგ შავრაზმული და პრორუსული ალტინფო და პატრიოტთა ალიანსიც აქეთ მხარეს შემოგვთენეს. ყველას ერთად კი ქოცის ლოგიკის მიხედვით Deep State-ი გვმართავს და გვაფინანსებს. მე მინდა რომ ირაკლიმ ამ სიმართლით იაროს მთელი ცხოვრება. ინვესტიცია არის უპრეცედენტო. სინამდვილეში მართლა შავრაზმული ჯგუფების გარდა არაბებს არავინ ებრძვის და არც არაბიზაციის საფრთხეა აქ მთავარი და რელევანტური. მთავარია ის ლეგიტიმური კითხვები, რაც რამდენიმე თვეა უკვე ისმის ინვესტიციის შინაარსთან, ეკონომიკურ სარგებელთან, კონტრაქტის პირობებთან და სხვა უამრავ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ პროპაგანდას აქაც არ აქვს კითხვები ცხადია. მათთვის ყველაფერი გასაგებია. მიუხედავად ინფორმაციული ვაკუუმის არარსებობისა, ფაქტი არის, რომ საზოგადოების ნაწილში ყოველ შემთხვევაში, მათ შორის თქვენი ოპონენტების მხრიდან კეთდება არაერთი განცხადება და საზოგადოების ნაწილშიც არც ხრება ვნებათახელვა. იყო ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნაც ამავდროულად, რაც ფაქტობრივად შესრულებულია, შეიძლება ითქვას იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი დეტალი ამ ხელშეკრულების უკვე ცნობილი არის საზოგადოებისთვის. თუმცა, აი ამის მიუხედავად, საინტერესო არის, მაინც ცდილობენ გარკვეული ჯგუფები, კონკრეტული სუბიექტები საზოგადოების აზრის ფორმირებას მათთვის, ვთქვათ, ხელსაყრელი მოცემულობიდან და რაკურსიდან. ეკონომიკური ნაწილი აზე არ გეკითხებით იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ვიცით, გავიგეთ, თუმცა რას უკავშირებთ, ვინ შეიძლება თუ არა იდგეს, ვთქვათ, ვინმე კონკრეტული ან რაიმე ჯგუფი, ან რა შეიძლება იყოს მიზანი აი ამ პროცესის. ამან ეკონომიკური ნაწილი გაიგო, მაგ მიმართულებით კითხვები არ აქვს. ზოგადად ამათ კითხვები მხოლოდ იმ მიმართულებით აქვს, რასაც ფურცელზე დაუწერენ. თან ყველა თვალდახუჭული ენდობა კობახიძის სიტყვებს, რასაც იტყვის, წყალი არ გაუვა. ესაა პროპაგანდისტული მედიის სტანდარტი, რომელიც ახლა BBC-ის სტანდარტებს იწუნებს, რადგან ეს უკანასკნელი მათ დამკვეთებს აღარ მოსწონთ. რა სტანდარტები აქვს BBC-ს? სანამ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები კითხვებს სვამენ, TikTok პლატფორმა საქართველოში
საქართველოში გასაყიდი ქონების არაბული რეკლამებით არის გადავსებული. უძრავი ქონების სააგენტოები რა დამატებით სარგებელს აღარ სთავაზობენ არაბ მოქალაქეებს თბილისში ქონების შეძენის სანაცვლოდ. الميزه بقى في ايه؟ ان لما تستثمر في عقار ثمنه $100,000 انت بتحصل على اقامه دايمه في دوله جورجيا قبل للتجديد. عندنا وحدات جاهزه وعندنا وحدات قيد الانشاء. تفاصيل اكتر تواصل معنا. არადა მუდმივად ეროვნულ სენტიმენტებზე და უცხოელებზე მიწების გაყიდვის აკრძალვით მოამაყე ხელისუფალს ალტინფო როგორ უნდა გჯობნიდეს მამულის დაცვაში. გარეჯი საქართველოს შემდეგ მამული ენას სარწმუნოებად ისევ პოპულისტურ სლოგანად დარჩა ქართული ოცნების ხელში, როგორც მოსალოდნელი იყო. თუმცა ახალი სლოგანიც აქვთ, მოფიქრებებში ძლიერები არიან. კონფერენცია პური ჩვენი არსობისა ჩაატარეს და ახლა ამით ცდილობენ გამწარებულ, გაღარიბებულ და დამშეულ ადამიანებს პროპაგანდა მოახვიონ თავს. ქართული ხორბლის პოპულარიზაციას ეწევიან თურმე და კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეჰყავთ. გელათის ფრესკების ჩამოქცევის ფონზე ხორბალზე და პურზე აპელირება განსაკუთრებით გულისამაჩუყებელი და დამაჯერებელია. თან მაშინ, როცა ამ ქვეყანაში 700,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველია და ამ ნაქები ხორბლის პურის ყიდვის საშუალებაც არ აქვს ყოველდღიურად. პური ჩვენი არსობისა არ იწყება სუფრიდან. ის იწყება მიწიდან, შრომიდან, ცოდნიდან და პასუხისმგებლობიდან. ის იწყება ჩვენი რწმენიდან. სულიერად ჩვენ ვიკვებებით ზიარებით, ნაკურთხი პურითა და ღვინით, რომელთაც ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს ხორცსა და სისხლს. იუნესკოს მიერ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალების აღიარება არის ისტორიული შედეგი, მაგრამ ამავე დროს მკაფიო გზავნილი ახალი ეტაპის დასაწყებად. ეს უკვე ვერ არის ბრენდი, ოფიციალურად შემოვიდა საქართველოში, რაც ძალიან სასიამოვნოა, სასიხარულოა. ყველა ავტომოყვარულს მინდა მიულოცო, მე ძალიან ზოგისთვის პური იქნება არსობისა და ზოგისთვის ფერარი. ხალხი კი მშიერია, მაგრამ განსაკუთრებულად მდიდრებისთვის კოცი ცალკე იზრუნებს. ამ ფერარებსა და არაბების მიერ აშენებულ კოტეჯებსაც გამოუჩნდება მყიდველი, სადაც კვადრატულის ფასი შესაძლოა 12-დან $15,000-მდეც კი იყოს. ვისაც საშუალება აქვს იყიდოს, ვისაც არა და სუპი ჭამოს. კოცმა დაადგინა, რომ საარსებოდ მოქალაქეს თვეში $255 ლარი უნდა იყოს. თავად კი ფერარით ისეირნებს, იმიტომ რომ მინდა ერთი რამ აღვნიშნო, და ვიტყვი თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას. რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის შედეგი არის, თუნდაც ის, რომ დღეს ფერარი ოფიციალურად შემოვიდა საქართველოში. სუპიც თუ აღარ იქნება, ყოველთვის არსებობს პროპაგანდისტული ნარატივი, რომელსაც კოცი მოქალაქეებს აჭმევს. ხან გარეჯი, ხან მშვიდობა, ხან ხორბალი. ოღონდ მხოლოდ კონფერენციის სახით, ხანაც deep state-ი, რომელმაც ყველა მოისყიდა და ყველა დაამარცხა კოცის გარდა. მხოლოდ კოცს ვერ მოერია. ამასობაში დასავლეთისგან სრული იზოლირების ფონზე ქვეყანაში დასავლურ ინვესტიციებს საეჭვო რეპუტაციის მქონე არაბული კომპანიებით ჩაანაცვლებს. იმის დასამტკიცებლად, რომ დასავლეთი არაფერში გვჭირდება. თქვა იმ კაცმა თავის დროზე, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო და ჩამნაცვლებელიც იპოვა. ის მაინც ვიცით ზუსტად, რომ არაბები ჩვენს კაცებს ძალით არ გაათხოვებენ და დანარჩენი წყალსაც წაუღია ყველაფერი, რაც კოცის წისქვილზე არ ასხამს წყალს.